თბილისიდან 20 კილომეტრს რომ გაივლით, მარჯვნივ გადაუხვევთ და გზატკეცილსაც დაემშვიდობებით. ახლა ჯაყჯაყით მოგიწევთ მგზავრობა, ოღორო-ჩოღორო გზით, მთების ძირს რომ მიუყვება და თანდათან სულ ზემოთ და ზემოთ მიიწევს. აი ჟინვალის წყალსაცავიც. ერთხანს მის თავზე მოგვიწევს მგზავრობა. ერთი შეხედვით რა ლამაზია არა, ზღვა მთებს შორის, მაგრამ ფშავლებს ის არ უყვართ, არც ფშავლებს და არც ეკოლოგებს. არ არის, ვისაც ბუნების მიმართ მგრძნობელობა არ დაუკარგავს. 1965 წელს აშენებულმა წყალსაცავმა სამუდამოდ დაიტანა ქვეშ ულამაზესი სანახები. არქეოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საინტერესო ადგილები და ძველი ეკლესია, რომლის დახავსებული გუმბათი ხანდახან ამოიწევა ხოლმე წყლიდან. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, დაგუბებულმა წყალმა სამუდამოდ შეცვალა ფშავის მიკროკლიმატი და აქაურობაში ნესტი გააჩინა. ნესტი კი თავის მხრივ უამრავ უარყოფით ცვლილებას იწვევს ბუნებაში და ადამიანის ჯანმრთელობაში. გარდა ამისა, წყლის გიგანტურმა რეზერვუარმა სამუდამო საფრთხე შეუქმნა ამ კუთხესაც და მთელ ქვეყანასაც. ღმერთმა დაიფაროს და ავარიის შემთხვევაში აქედან დაშვებული წყალი თბილისის მთელ მარჯვენა სანაპიროს წალეკავს. ასეთი ქვეყანა განსაკუთრებით უნდა უფრთხოდეს ომს, რადგან ჰაერიდან ძალზე ადვილია მსგავსი ობიექტების დაზიანება.